განათლების სისტემაში დაწყებული ეგრეთ წოდებული რეფორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად ჩამოყალიბდა. ოლიგარქის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილება, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ილია-უნისთვის საგანგაშო მონაცემებს შეიცავს. უნივერსიტეტს სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით ყველაზე მეტად შეუზღუდეს სტუდენტთა მისაღები კვოტები და შეუმცირეს სასწავლო პროგრამების რაოდენობა. განათლების სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ოცნება ეგრეთ წოდებულ რეფორმას იყენებს როგორც ინსტრუმენტს ილიას უნივერსიტეტის სისტემური დასუსტებისა და მისი როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცის განადგურების მიზნით. ნანო ჩაკვეტაძე უერთდება ფორმულას ეთერს ამ თემის დეტალებით. ლუკა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე ოფიციალურად მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას განათლების სისტემაში მიღებული ცვლილებების შესახებ, რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ ეს ცვლილებები უკვე ამოქმედებულია და ძალაში შევიდა. ამის მტკიცებულება და დასტური მათ შორის შეიძლება იყოს ის, რაზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი გიორგი წოწკოლაური წერს სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ გიორგი წოწკოლაურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა დაწერა საკუთარ Facebook-ზე, რომ მან მხოლოდ 1 საათის წინ რეგისტრაციამდე 1 საათით ადრე შეიტყო უნივერსიტეტში, რომ მისი საგანი ორივე ფაკულტეტზე საერთოდ გაუქმებულია. ცვლილებების მიხედვით ასევე დადგენილია კვოტებიც, ანუ სწორედ ქართული ოცნება გადაწყვეტს უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან თუ რომელმა უმაღლესმა სასწავლებელმა რომელ პროგრამაზე რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს. ამ ცვლილებების მიხედვით სპეციალისტებისთვის არ არის საერთოდ გასაკვირი, რომ ყველაზე ნაკლებ სტუდენტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს ყველაზე ნაკლები პროგრამით. მაგალითისთვის, თუ კი ბაკალავრის საფეხურზე აქამდე 4200 იყო, 4200 ადგილი იყო განსაზღვრული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა ეს რაოდენობა არის 300, ანუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯამში 300 მისაღები ადგილია ბაკალავრის საფეხურზე. რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, მაგისტრატურის საფეხურზე 751 მისაღები ადგილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახლა არის მხოლოდ 60 ადგილი გამოყოფილი. პროგრამების რაოდენობა 40-დან 16-მდე შემცირდა, ანუ დაახლოებით 92-93%-ით არის სასწავლო პროგრამების, აკადემიური პროგრამების იგივე ფაკულტეტების რაოდენობა შემცირებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სპეციალისტებისთვის ეს რაოდენობაც და ეს სადავო კვოტებიც არის იმის მთავარი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე ამ ეტაპისთვის სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. დღეს TSU-ში ლექციის ჩასატარებლად მივედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საგანი აღარ არსებობს. ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ამის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია ადამიანმა, რომელსაც რეალურად ამის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ ჰქონია და შემდგომ ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს, რომ საგანი აკადემიურ რეგისტრაციამდე 1 საათით ადრე ჩახსნეს, ანუ არ გახსნეს სტუდენტებისთვის და ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა სრულად პოსტფაქტუმ, მაშინ როცა აუდიტორიაში სტუდენტებთან შესახვედრად ვიყავი მზად. ზოგადად რაც ხდება ახლა განათლებაში არის სირცხვილია, იმიტომ რომ სამინისტროს და პარტიის გარდა არავის არ უნდა ის, რასაც ახლა აკეთებენ უმაღლესებში. ანუ მხოლოდ პარტიას უნდა ის, რომ ილიას უნივერსიტეტს ჩამოერთვას ყველა პროგრამა გარდა განათლების და ინჟინერიის ერთი პროგრამის, ანუ არავინ არ არის იმის მეუხლე, რომ მაგალითად გაუქმდეს სოციოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია თუ ბუნების შესწავლელი მეცნიერებები და სხვა. ეს არავის იგულისხმება, არც საქართველოში არავის არ უნდა და საქართველოს გარეთაც უკვე შეწუხებულები არიან იმითი, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს ართმევენ იმ პროგრამებს, რომელთაც თანამშრომლობენ უცხოური უნივერსიტეტები. მოთხოვნა იყო, რომ მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთადერთი უნივერსიტეტია და რჩება სოციოლოგიის მიმართულება, სოციოლოგიის მიმართულებაზე გაზრდილი იყო ეს მონაცემები, მაგრამ ეს არ მოხდა. ფილოსოფიას დაემატა 5 ადგილი, მაგრამ შეუცირდა კულტურის კვლევის 5 ადგილი. ანუ ეს ყველაფერი ეს კვოტებთან დაკავშირებული რაღაც არითმეტიკა იწვევს იმას, რომ როდესაც იზრდება ერთი, მცირდება მეორე რეალურად და ეს არ იწვევს რეალურ ცვლილებებს და ეს კვოტებიც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში ამყოფებს აბიტურიენტს. დღეს 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ისევ ტრადიციულად შეიკრიბებიან პროფესორები და სტუდენტები. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მსჯელობის მთავარი თემა სწორედ სადავო კვოტები იქნება.